მოგესალმებით დილამშვიდობისად, მეგობრებო. ეხლა ერთი ინციდენტი უნდა მოგიყვეთ დღევანდელი. და მე უკვე გავაკეთებ ასე ვთქვათ ანონსს რა. დღეს გამთენიისას ჩემთან აქ დიდი ღომში აი ჩვენი ქართველი ბიჭები დიდი ღმელი ქართველი ბიჭები უკეთ დაეტაკნენ აი ამ არაბებს, მუსულმანებს, სავარაუდოდ პაკისტანელები იყვნენ და უკეთ ძალიან დიდი ჩხუბი იყო და ისეთი ჩხუბი იყო, რომ მთელი დიდი ღომი ფეხზე იდგა მე მგონი. და რისთვის ნახეთ ამას წინათ ჩემს ლაივში, ერთ-ერთ ლაივში მე გავაჟღერე, რომ არ ეგონოთ მეთქი აქ, რომ არის პარიზი ან ლონდონი ან მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას არც პარიზს და არც ლონდონს, მაგრამ ეხა იქაური ბიჭები, ქართველი ბიჭებისგან ძალიან განსხვავდებიან, ძალიან. და მოკეთ დაიწყეს იმხელა ხმაზე საუბარი, ღამე, წამი მთელი ღამე. აცადეს ეხა 2-3 საათი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ მთელი ღამე. და რაღაცა თავიანთი ეს გარჩევები ჰქონდათ. თავიანთ ენაზე. და შეწუხდა მოსახლეობა, ანუ ძალიან შეგვაწუხეს, მაგრამ მე მეძინა. მე ხა დილით გავიგე ეგ ყველაფერი. და ჩავიდნენ ეს ჩვენი ბიჭები და ნუ იქ ისეთი ამბავი ყოფილა, ისეთი გამოწევა და ეხა იმალებიან ეს პაკისტანელები იმალებიან, იმიტომ რომ ქართველი ბიჭები ძალიან რა ვიცი, ძალიან განრისხდნენ და გაბრაზდნენ და ძალიან გამოვიდნენ წყობილებიდან და მე რომ არ მძინებოდა შეიძლება ჩავსულიყავი, მეც არ არის გამორიცხული და გვერდში დავდგომოდი ჩვენ ქართველ ბიჭებს. იმიტომ რომ ისინი იყვნენ მართლები, მეგობრებო, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვის ქვეყანაში, განსაკუთრებით სხვის ქვეყანაში შეაწუხო ესე მოსახლეობა, რომ მთელი ღამე ხმამაღლა არჩიო შენი პაკისტანური საქმეები. ანუ მე რა ვიცი, რაში გვენაღვლება ჩვენ, ხო? ანუ არ შეიძლება ესეთი უპატივცემულობა იმ ერის, რომელ ქვეყანაშიც ხარ. ძალიან დიდი უპატივცემულობა და რა ვიცი, კიდევ ერთხელ მიმართავ მე პრინციპში მიმართვა, ჩემი ყოველი გამოსვლა მიმართვა, ესე გამოდის. მე მაინც მიმართავ ხელისუფლებას, რომ აქ არ გამოვა ეგ, არ გამოვა მათი აქ ჩამოსახლება, არ გამოვა მათი აქ ცხოვრება, კარგს არაფერს მოიტანს. და მოხდება ის, რაც მოხდება, რომ ქართველი ბიჭები, ქართველი ვაჟკაცი ბიჭები აღმოჩნდებიან ზოგისად და ზოგისად გაურკვეველ სიტუაციებში მათ გამო, იმიტომ რომ ისინი დაიცავენ საქართველოს ინტერესებს, ქართველების ინტერესებს. და ხო, აბა მე ჩავიდოდი პირადად მე რომ გვიძებოდა მეძინა. აუცილებლად ჩავიდოდი და უბრალოდ გვერდში დაუდგებოდი ამ ბიჭებს. სულ მინიმუმ რა. იმიტომ რომ მართლები იყვნენ. ეხლა იმალებიან ცუციკებივით ესენი და ეს ჩვენი ბიჭები ყარაულობენ, მე ლოკაციას არ გეტყვით, რა თქმა უნდა. სად და რა და როგორ და რანაირად. თვითონ იციან, მიხედავენ, არაფერს არ ჩაიდენენ ესენი გარდა იმისა, რომ სიტყვიერად ეტყვიან, რომ აქედან მოძუძგონ. ამ ბიჭებს არაფერი არ დაურღვევიათ, არც კანონი, არაფერი. გარდა იმისა, რომ უთხრეს, აგრძნობინეს და გააგებინეს, რომ ეს საქართველოა და პატივი გვეცით, ჩვენ ოჯახებს პატივი ეცით, ხალხო, ძინავს ჩემ ცოლშვილს, კაცი ეუბნება. ძინავს ჩემ ცოლშვილსო. და რატო აღვიძებო, რატო ხმაურობო, რა უფლება გაქვო? აბა რა ვიცი, და ეს რა არის ახლა, ეს არაფერი არ არის. როდის ავთქვი მე, რომ
ქართველი ბიჭი, ქართველი კაცი არ არის ფრანგი, არ არის ინგლისელი, არ არის, რა ვიცი, ჩინელი, არ არის, არა, არ მოგითმენს, იმიტომ რომ ვაჟკაცია. ხო, მინიმუმ ვაჟკაცია. იმიტომ რომ ქართველ კაცს აქვს გამჯდარი ოჯახის პატივისცემა, ოჯახის ტრადიცია. არა, იმათაც აქვს შეიძლება, მაგრამ მენტალი სხვანაირი აქვს იმათ. ხო ვიცნობ, ეხლა მე ინგლისელსაც ვიცნობ, ფრანგსაც ვიცნობ, ჩინელსაც ვიცნობ, ყველას ვიცნობ. ყველას აქვს კი თავისი ღირსება, თავისი ოჯახის განსაკუთრებით ჩინელებს სხვათა შორის, მაგრამ აი ის რაც ქართველს აქვს, ის არავის არ აქვს. ის სიამაყე, რას ამბობ, შეაკვდება, მაგრამ თავისას გაიტანს. პოლიციაში მე რატო არ დავრეკე? აი, ეს რა შეკითხვა იყო ეხლა. პოლიცია რა თქმა უნდა, მე თვითონ ჩავიდოდი. პოლიცია რა თქმა არ მინდა მე პოლიცია მასეთ დროს მეგობრებო. როცა ეგეთი ამბავია, პოლიცია რა შუაში აქვს? შენ სიტყვას ეუნები იმ კაცს, კი არ ცემდნენ ისინი ერთმანეთს, დანით კი არ კლავდნენ. სიტყვიერი მოლაპარაკება იყო. როდესაც პოლიციას იძახებ, იქ რაღაცა ისეთი უნდა ხდებოდეს, რომ პოლიცია უნდა ჩაერიოს. და როცა კაცურად ელაპარაკები და უხსნი და აგებინებ, რატო უნდა გამოიძახო ვინმე იქ? არავინ არ უნდა გამოიძახო, ჩემი აზრით. შენ თვითონ უნდა რა შენ არა გაქვს შენი ისა კაცობა რომ გააგებინო, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. იქ არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, მე ზუსტად გადმომცეს ეს ამბავი, არაფერი სიტყვის გარდა. სიტყვით შეუსრულეს ჩვენმა ბიჭებმა, ქართველმა ბიჭებმა და არაფერი ზედმეტი კულტურულად და როგორც საჭირო იყო ისე. დაუძაბეს რა, ну მოკეთ რომ ჩვენ ოჯახსო პატივი ეციო რა. სხვა არაფერი, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ გაპატიებენ, მაგრამ სხვა ქვეყანა რაში მენაღვლება, მე არ მენაღვლება ამ წუთში სხვა ქვეყანა, მეგობრებო, იცით, აი ეს შედარება გვაქვს ხოლმე როგორი, იცი რომ აი სხვა ქვეყანაში რომ ეს ეხდება და თუ ჩახო სიმართლეს ვამბობ, აბა დამეთანხმე. კი, იცი რა დეიდა. ხოცა პოზიტივი შევიტანოთ რა. ისე რომ სხვა ქვეყანა რაში მენაღვლება ეხა ამ წუთში, მე ჩემი საქართველო მაწუხებს და მტკივა და მიხარია და მაბედნიერებს ჩემი საქართველო. არ მენაღვლება ეხა მე სხვა ქვეყანაში რა ტრადიციები აქვს ამ წუთში. ჩვენსაც მივხედოთ რა. აი ესია რა, როდესაც სხვისას დაეძებ, შენი მიხედული აღარ გაქვს. აი სხვისი გვიხარია, ჩემი შვილი სასწავლებლად წავიდა ლონდონში და ოქსფორდში და იმაში და ამაში და ამერიკაში და რომ ტრიპაჩობთ ხოლმე, როგორ მეცინება ხოლმე იცი გულში, ოღონ ბოროტად არ გამეცინება, უბრალოდ მეცინება იმ ხრივ, რომ კარგით რა. საქართველოს ჯობია რომელიმე მხარე, კარგით რა. იცით რა მხელა სირთულეებია სხვა ქვეყნებში კიდე უფრო. ეხლა ჩემი პროფესია მოიცავს მაგას, რომ მე ვიცოდე ყველგან რა ხდება. ყველა მიყვება ყველაფერს, ხო ყველაფერი ვიცი. კაც ეს თავი იმდენი რამე ვიცი. შედი ქართველი იმიტომ ხო. მოკეთ ძალიან სიტყვა არ გამიგრძელდეს რა. მოკეთ არ გამოვა რა ეგ საქმე. არ გამოვა რა, გამგებმა მინდა რომ სწორად გაიგოს ძალიან შეგნებული ერი ვართ ჩვენ, შეგნებული ხელისუფლება გვყავს, შეგნებული ვართ საერთოდ მთლიანად ერი და მინდა რომ აი რა ვიცი, ჩემი სიტყვა გულთან უბრალოდ ახლოს მიიტანოს ვინც ნახავს და მსმენელმა, რომ და ვინც პატივს მცემს და ჩემი სიტყვის ჯერა რა თქმა უნდა, იმას მივმართავ მე. ვიღაცას არა რა თავში ავარდნილს, ეგეც არ მივმართავ. და მინდა გულთან მიიტანოს, რომ განსაკუთრებით ჩვენ პრეზიდენტს მივმართავ ეხლა ალბათ ამ წუთში, იცი, რაღაცა იგრი გულთან ახლოს მომივიდა ეს ადამიანი, რომ რაღაცა მიიტანს გულთან, რაღაც ძალიან ქართველია რა, აი ძალიან ქართველია მიხეილ ყაველაშვილი, აი ზედმეტად ქართველია.
და იმიტომ მგონია რომ ესმის ეხლა ასაც ლაპარაკობ მე გაიგებს თუ ნახავს ამ ლაივს რა არ გამოვა საქართველოში ეგ რომ ეგენი ჩამოსახლდნენ დადიან 10-15 კაცი ერთად დადიან და როგორ უყურებენ ნეტა ნახოთ ჩვენ გოგოებს ნეტა ნახოთ აი თვალით ცალი თვალით დაგანახათ როგორ უყურებენ ჩვენ თეთრი ფითქინა ლამაზ გოგოებს აი გული მოგიკვდებათ რა ანუ მე არ მომწონს ეს ყველაფერი არ მომწონს მე მომეწონება რომ ქართველმა ბიჭმა უყუროს ქართველ გოგოს და მოიყვანოს ცოლად და გამრავლდნენ და იხარონ და იბედნიერონ ეს მომეწონება და მათი ეს მდგომარეობა ჩვენთან უკვე არ მომწონს მე ჩემი ძალები ჩართული მაქვს კიდევ ერთხელ გეუბნებით და ისე იმ დონეზე მაქვს ჩართული რომ ჩემ უბანში მოხდა ხო ნახეთ იმ დონეზე მაქვს ჩართული და ეგენი მოძუძგავენ სულ ყველა წავლენ უბრალოდ არ მინდა რომ რაიმე სავალალო მდგომარეობა შეიქმნეს და ვიღაცისთვის გახდეს ეს პრობლემა ქართველი ბიჭებზე მაქვს აქცენტი და აღმოჩნდეს რომ აი ამათ გამო ან გაურკვევლობაში და ღმერთმა დაიფაროს კიდე ციხეში ხო ძალიან არ მინდა არ მომეწონება მე ეს და რავი ძალიან ცუდი იქნება რა ცუდი ტონი იქნება უბრალოდ ხო და რა გაუფრთხილდეთ რა ჩვენ ქართველებს რა პაკისტანის როგორ უნდა გაეკარო კი არა შვილებს არ უჩენენ რომ რა ვიცი ქართველ კაცი კაი რა ვინმე არის ქართველ კაცი კარგი კაცი აბა არსებობს რაც არ უნდა ეს ქართველი კაცი იყოს როგორ გითხრათ ესეთი ოჯახიდან რა ცოტა ღარიბი ოჯახიდან მე რა მაგითი არ გავსაზღოთ მეგობრებო მე ახლა ბავშვობაში რაც მახსოვს ჩემი გადასახედიდან ესეთი გასათხოვარი გოგო რო ვიყავი და ახალგაზრდა ხო ძალიან 15 წლის გავთხოვდი ისედაც იცით პატარა გავთხოვდი მე ვინ გამაჩერებდა დედა მე 1.50 ბიჭს უნდოდი ცოლად და მაშინ სხვა დრო იყო თან და დასწრებაზე იყო კაი გოგო ხელში ჩაგეგდო დასწრე და ჩამიგდეს ებრაელებმა ხელში რა და ჩემი მეუღლე ოდესელი ებრაელია შვილების მამა უпроსწორედ ჩემი ყოფილი მეუღლე და აი ესე ჩამიგდო ხელში და მაშინ რატო უყვები იცი რომ აი ეს ახალგაზრდა რო ვიყავი და აი ეს ხო მახსოვს როგორი სხვანაირი იყო ყველაფერი და ეს ქართველი ბიჭები ქართველ გოგოს ეხლა ამ გადასახედიდან ის ბიჭები სულ ყველა ის ქართველები როგორი კარგები არიან იცით აი ისაც მე ცოლად უნდოდი და მოვწონდი და სულ ყველა ისეთი კარგები არიან სულ ყველა და აი რა ვიცი რა აი მნიშვნელობა აქვს აი გოგოსაც ხო რა წრეში რა გარემოშია რა ვითარებაშია აი ჩვენ არ უნდა შეუქმნათ ამ ახალგაზრდებს ის გარემო და ის ვითარება რომ თვითონ მოეწონოთ ესენი და თვითონ ანუ მათ გარშემო ვინც ტრიალებს ხო აი გარშემო ვინც ტრიალებს იმათ ანიჭებენ და უყურებენ ხო და რა ვიცი ხე შეება თვალია მოგეწონოს რა ვიცი ანუ გოგოს არ უნდა უბიძგოთ ჩვენ ამისათვის რომ აი ამდენი აბა მიდი და აერჩე პაკისტანელებო რამდენი ხართ აბა დაეწყვეთ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის ნება და უნდა დავიფაროთ და დავიცვათ ჩვენი გოგოები ჩვენ თვითონ არ ვამბობ სიმართლეს და რა ვიცი რა ნაკლები ქართველი ბიჭები ყავს ერთმანეთზე უკეთესები და აი სიღარიბეზე ვამბობდი და ეხა მაშინ ამ გადასახედიდან რამოდენიმე იყო ისეთი ხელმოკლე ოჯახიდან მე ძალიან დიდრები იყვნენ მაშინ ესენი ვინც მომიტაცა მე და გავყევი ცოლად ეს ჩემი ყოფილი მეუღლე საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და ამ გადასახედიდან რო უყურებ ოღონ მაგას არ დავხარბები ვარ მე არასოდეს
ნუ ესე მოხდა ამ გადასახედიდან ეხა რო უყურებ ის ღარიბი ბიჭები ვინც იყვნენ ქართველი ღარიბი ბიჭები ხო დღეს ყველა იცით როგორი კაცია აი კაცები არიან რასაც ქვია და შემდგარი კაცები არიან და კარგი კაცები არიან სიღარიბით ნუ გამსაზღვრავთ რა აი სიღარიბით ნუ კაცზე ნუ გამოვიტანთ მას აზრს რომ ქართველი კაცი მდიდარია ჯერ მარტო იმით რომ ქართველია მერე იმით რომ ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს მერე იმით რომ ღვინო გვაქვს საქართველოში და როგორი სადღეგრძელოები და კაც როგორ მიყავს სუფრა საქართველოში ტრადიციული სუფრა ქართველი კაცი მდიდარი ვინ არის და როგორ უვლის ოჯახს და შვილებს ქართველი კაცები როგორ უვლიან რა ვიცი ხო ანუ მარტო მე ვაქებ ამ კაცებს თქვენ რა შვებით რომელი ქართველი დაგიწუნებდა ხო სხვათა შორის ხო ქართველზე ხო ფერადკანიანსაც უყვარდი მე ძალიან შეუყვარდი ბალტიისპირეთში ფერადკანიანს ეხლა მაინდა ის თუ გაინტერესებთ ჩემი ისტორია ფერადკანიან ბიჭაც უყვარდი კარგი ბიჭი იყო სხვათა შორის ლამაზი ბიჭი იყო მაგრამ ბოლოს მაინც 50 ბიჭს ერთად უყვარდი 50 ბიჭს სკოლას ხდებოდა იყო ჩხუბი ჩემი გულისთვის იყო გაწევ გამოწევა ნუ ძალიან პოპულარული გოგო ვიყავი მე ძალიან ხო რა ვქნა ვიყავი ხა მე ხო არ მიყვარს დავისქება მაგრამ ეხლა 15 წლის რომ მახსენდება ხო ჩემი ისტორია როგორი აი და სხვათა შორის ძალიან სერიოზული ბავშვი ვიყავი არ ვიყავი ცანცარა ბავშვი არ ვიყავი განებივრებული არა სულ სწავლობდი სულ წრეებზე დავდიოდი ვცეკვავდი გივი სიხარულიძესთან და საზღვარგარეთ დავდიოდით მახსოვს გასტროლებზე მაშინ კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას ხატვის მე ხო ხატავდი კარგად და ვიმარჯვებდი სხვათა შორის კონკურსებში და რა ვიცი სერიოზული ბავშვი ვიყავი მე ძალიან სერიოზული გოგო ვიყავი სახში ნამცხრებს ვაცხობდი რა ვიცი რაღაცა ისეთი ოჯახის გოგო ვიყავი პატარობიდან როგორ ვიქებ თავს კი არ ვიქებ რაც მახსენდება იმას უყვები ხო და ისე რომ მაინც აი ესე ოდესელმა ებრაელმა ჩამიგდო ხელში რა ასე გამოვიდა მაგრამ დავტოვე ხახამ შრალი აიგრე ისე რომ მეგობრებო ეხლა უფრო ლამაზი ვარ ასაკი ალამაზებს ადამიანს და ამშვენებს თორე განააკლებს რამეს უფრო ჭეშმარიტია ნახეთ მშვენიერება კიდევ უფრო მაშინ ფასდება ჭეშმარიტება თუ კი ამკობს ძვირფას ვარაყად ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არ ჰყავს გეძღვნებათ თქვენ ხალბატონებო ვარდებო ლამაზებო და საყვარლებო თქვენ გიძღვნით ამ ლექსს ისე რომ მეგობრებო გაუფრთხილდეთ რა ჩვენ ბიჭებს გაუფრთხა ეს მკვლელობებიც რომ მოხდა ეხა ეს ბოლო მკვლელობები ქალის გამო მოხდა ხო და აი ქალებს მოგმართავთ გაუფრთხილდით რა თქვენ კაცებს არ გეცოდებათ ეს კაცები გაუფრთხილდით რა ქართველი კაცი როცა მიყვებით ცოლად იცოდეთ რომ არ არის ფრანგი დაიმახსოვრეთ და გააცნობიერეთ ეს და მერე გაყევით მორჩა და გათავდა ეხლა დღეს მე და დათუჩამ უნდა გავაკეთოთ ესეთი ანონსი დათუჩაპა მეტი შეც დამეხმარე ეხლა 3 საათზე მეგობრებო მე ვიმზადები თქვენთან შესახვედრად ვინც მოხვალთ მინდა რომ დღევანდელი დღე ჩემთან ერთად თქვენ ვისაც შეგიძლიათ თქვენც გააკეთეთ იგივე აი ესეთი მინდა მოგცეთ ესეთი იდეა და დღეს ესეთი საქველმოქმედო დღე გავაკეთოთ მეგობრებო რომ ის ნივთები რომელიც აი გვაქვს გვეცვა მე რა რო გვეცვა და ახალია სუფთა მოვლილია ჩემ ენერგიას ატარებს ხო ჩემი გამოლოცილია
ხო მას რამხელა მნიშვნელობა აქვს ხო ენერგიას მინდა რომ გავაჩუქო ფეხსაცმელები ტანსაცმელები რაც ხელში მომხდება რა ვიცი ყველაფერი მინდა რომ გავაჩუქო რა მინდა რომ თქვენც გქონდეთ ჩემი ატაროთ გქონდეთ გიყვარდეთ და ბოლოს ამდენი არ არის საჭირო ხო არ არის ამდენი საჭირო ის ვიღაცა მოიხმარს და შენ გიდევს დევს ამდენი ხანი ახალია სუფთა რატო უნდა იდოს ამდენი წლები ხო რაღაცა როცა ძალიან კარგია და ლამაზია და მოდურია და ვიღაცა ჩაიცმევს ისე რომ დღეს 3 საათზე დიდ დიღომში მესამე მიკრო რო იწყება მანდ არის ერთი სკვერია მანდ მეტი არ არის კახი კალაძემ გაგვიკეთა არაჩვეულებრივი ულამაზესი ნუ დიდი დიღომი საერთოდ ააყვავეს რა ძალიან ლამაზია დიდი დიღომი და აი ამ სკვერში მეგობრებო მესამე მიკროს დასაწყისში რომ მრგვალი სკვერია აი მრგვალ წრესთან რომ ახალი სკვერია მანდ ვიქნები მიცნობთ ახლა მე ასე გააბრიალებულს როგორ არ მიცნობთ და ვიქნები აი ამ ჩემი ნივთებით მინდა გავისაუბროთ ახლა მარტო ის ხო არ არის რომ რაღაც აჩუქო ადამიანს ენერგიები გავცვალოთ გავისაუბროთ მომიყევით რა გაწუხებთ რა გიხარიათ ვისაუბროთ ყველაფერზე ხო ზოგს შეკითხვა უნდა რაღაცა დამისვას ან ჯანმრთელობაზე ან იმაზე ან ამაზე და რა ვიცი მოგეცემათ საშუალება რომ 3 საათიდან მე ვიქნები მანდ დღევანდელ დღეს აი ესე გითმობთ თქვენ და ვუთმობ აი ესე საქველმოქმედო საღამოს დღეს რომ ყველამ გააკეთეთ აი ეს ქველმოქმედება თუ შეგიძლიათ რომ სხვაც გაახაროთ რაღაცით შეიძლება ძალიან ბევრით არა მაგრამ რაღაცით ხო უმნიშვნელოთი და მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები იმ პროგრამით, რომელი პროგრამაც მე დავნერგე, რომ უფასოდ, სრულიად უანგაროდ ასწავლიან ეს პედაგოგები 45 პედაგოგია მეგობრებო და 45 ბავშვი, არა, მეტი ბავშვია. ბავშვი მეტია. ალბათ 55, შეიძლება 60-იც, ვისაც ამეცადინებენ მთელი წელიწადი. აი ესე უანგაროდ და უფასოდ ეს არის ჩემი პროგრამა და გაამართლა მეგობრებო მინდა გითხრათ ამ პროგრამამ და მინდა რომ დავასაჩუქრო ისინი თუ მობრძანდებით დაგასაჩუქრებთ აუცილებლად და ძალიან გამეხარდება მოკეთ თუ აი ეს შედგება აი ეს ჩვენი ასე ვთქვათ გაცნობის დღე და მოკეთ 3 საათიდან გელოდებით მობრძანდით დღეს საკმაოდ კარგი დღეა 25 რიცხვია და მაისი 25 წლის ისეთი კარგი დამთხევაა ციფრებისაც მეგობრებო ჩავიფიქროთ ერთად სურვილები რომ მოხვალთ და რა ვიცი გავაბედნიეროთ ერთმანეთი სულ აკეთებ კი ბატონო კარგია თორე დაასაქმებთ ნუ გააკეთებთ თხოვენ ისე რომ ძალიან გამეხარდება მეგობრებო თუ კი შემოგვიერთდებით ეხლა კი დროებით გემშვიდობებით და 3 საათიდან გელოდებით მე და დათუჩა დიდი დიღმის მესამე მიკროს სკვერში პარკში ულამაზეს პარკში აბა დროებით